გამარჯობა რუსიკო. გამარჯობა ნანიკო, როგორ ახარ? აუ, ყველაზე კარგად. შეკლასე. ძალიან გთხოვთ, გამოიწეროთ ჩვენი გვერდი რა ვარია. დაათვალიეროთ. ნახოთ ვიდეოები და თუ მოგეწონებათ, ხოლმე იმ შემთხვევაში მოიწონოთ. ეს ჩვენ დაგვეხმარება გაფართოებაში. ეს რა გაფართოება. ვაფართოვებ. აუ, აქ ხალხო ვიღაცებს სპონსორები ხო არა მოემატა? აქ ვიღაცებს სპონსორები ხო არა დაემატა? და ვიღაცები ცუდ ხასიათზე ხო არ დადგებიან? ნერვები ხო არ მოგეშალათ? ძალიან ცუდია რომ კიდე რა ვიცი, მაინც კედებით რო ვარ მოსული და რატო გეტყვი? სპონსორებზე უნდა გველაპარაკა ჯერ ნანა. სპონსორით ვიწყებ მე ფეხით. აი, ბოდიში. კარგი, წავედი მოკლედ სალონში Uptown and More, რომელმაც იციან რომ არ მაქვს დალაგებული წყობრი ნერვული სისტემა, არ შემიძლია დიდხანს ერთ ადგილას გაშორებ, ხო არ შემიძლია. აი მეზობელია და ამასთანაც რომ მივდივარ 5 წუთში მინდა სახში, რატო მინდა სახში, იმელოდება არის, მაგრამ მივედი ასე რომ მეტაკნენე ერთმა ფეხები დამივიღო, დუღარეში ჩამიყარა, მეორე მხელები გადამიყარა და 10 წუთში ყველაფერი ერთად ხო ერთდროულად? კი. აი, ძალიან დიდი კომფორტია ჩვენ არის მოუცლელი ხალხისთვის. და ნერვიული ხალხისთვისაც. კი, ნერვიული, მე იქამსაც ვარ, რა კარგად, ანუ ერთი წამი ხალხო. ხო კარგად არის ყველაფერი? არ დაიბნა ბაჭია, ორი ყურია. მაგრამ ყველაზე დამაბნეველი იყო, მეც ჩემი პირადი კურდღელის ფორმა მქონდა და გავაჩუქე და როგორც კი გავაჩუქე, დამჭირდა. ამიტომ წავედი საქირავებლად და შევდივარ ახლა ამხელა ქალი მარგალიტებით, რა მგონი ქურქიც მეცვა, არ ვიცი, ნუ აი რაღაცა სხვა პათოსით შევავიჯე და ვეუნები, რომ კურდღლის ფორმა მინდა თუ შეიძლება, რა საგზე, არ აქვს ასაკს მნიშვნელობა, თვალით მივხვდები მეთქი და ბოლოს გამოუტყვი, რომ ჩემთვის მინდა 12 წლის ბავშვის კურდღლის ფორმა, რომელიც მიჭერს. ამიტომ ეს ფასონისთვის ავწიე, კაპიშონ ჯობია რომ მოვიძრო, იმიტომ რომ გამითავისუფლო. მე ანდრია კლდიაშვილის ის მოცვია, რა ქვია, წიგრა. მოკლედ, დღეს რატო ვართ ესე ალბათ მიხვდებით. კიდევ ერთი დაგვავიწყე, გვეთქვა რომ ჩვენი სპონსორია ასევე Flowers Event Flowers G Event Company. Yes. და მოკლედ მადლიერები ვართ ყველასი, ვინც ჩვენთან ერთად არის და კიდე გზაში არიან სპონსორები და ამიტომ დაგვირეკეთ სამშაბათს. ეგ ერთი. და სხვათა შორის 6-ში, 6 ივნის ყველას გელოდებით, ფორმა სამერ ალბათ ყველა მიცით. ფორმა სამერ. და რუსკა და ნანიკოს რა ვარია პარტია, შეგიძლიათ თამამად ჩაიცვათ, საცურაო კოსტიუმებით მოირგოთ, იცურაოთ, საბას და ლიკუნას მოусვინოთ. საბა ლიკუნა ბენდით იქნებია წარმოდგენილი, DJ გვანციკა იქნება წარმოდგენილი, რუსანა ფორდირეს პიპირიკები გაიყიდება, აუზში შეგიძლიათ იჭყუმპალავთ, თან საბას და ლიკუნას მოусვინოთ, ბარი იმუშავებს და მოკლედ მაგარ გულაობას გპირდებით 6 ივნის 6 საათზე. ფორმა სამერში, ბილეთებით იქეჯიზე. მაგრამ ბონუსად რა არის, იცით, რომ ეს ყველაფერი უნდა გადავიღოთ და თქვენ გაქვთ შანსი რომ მოხდეთ. შენ მოდით. და შეიძლება სტუმრადაც აღმოჩნდეთ. შეიძლება სტუმრადაც აღმოჩნდეთ, თუ აგერ დაბრძანა იმან პროდიუსერმა. და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს გვერდში დაგვიდგა თოისჯი. ფანტასტიკური კომპანია არის, სათამაშოების ქსელი არის თბილისში, საქართველოში. და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ საოცარი ხარისხის სათამაშოები არის, იყიდება იქ და ხო, ეხლა უკვე კატო ოფიციალურად გახდა თოისჯის ამბასადორი, მეც და საინტერესო ვიდეოები შემოგთავაზებთ ხოლმე და რაც მთავარია, შეურჩიეს ჩვენ დღევანდელ სტუმრებს საჩუქრები, ასაკის მიხედვით თვითონ აარჩიეს, თვითონ ააწყვეს ყველაფერი, გამომიგზავნეს. მოკლედ ძალიან კარგები არიან და მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ თოიჯი. აი, ეხლა იცი რა მაინტერესებს? დღეს ყავს ძალიან მაგარი სტუმრები. აუ, ყველაზე მაგარი სტუმრები. ოფიციალური აბერ ვიცი რაც უნდა გეთქვა და კარგია რომ გეშევდი. ანუ დღეს ძალიან სარისკო გადაცემა გვაქვს, იმიტომ რომ დასასრულს შეიძლება ჩამოგვართვან უფლება მშობ. მაგრამ ყველაზე გულწრფელი გადაცემა იქნება ბავშვებზე. შეულამაზებელი. მშობლებზეც და შეულამაზებელი. ამიტომ კარგად დასხედით. ხო და ყველაზე ერთხელ იმან თქვა და ძალიან ჩამრჩა. ლუკა ნაჭყებია, რომ არასწორე პიარს აკეთებთ ბავშვებისო. ახლა დაგველოდეთ და სწორი პიარი დაიწყება ბავშვების. კი ბატონო. აბა შემოლაგდნენ ახლა. ნატა და დანიელი და თინა არიან ჩვენი სტუმრები ბავშვთა დაცვის დღეს. მაგრამ ვიდრე როგორც რადიო ლაპარაკობს ჩემი ილია, დანიელი რას მეკითხება, იცი? ერთი წამით მეგობრებო, მე ვიქნები თქვენი დირექტორი. ილია. ილია. Baila cappuccino, no. აი ესე.
გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. უკაცრავად ფული. ხო და ბზიკი დადის აგეთიქით. მართალია. და საერთოდ დანიელს აინტერესებს შეიძლება თუ არა ეხლა აქ დაისვას ასეთი კითხვები, მაგალითად, რამდენი ადამიანია პლანეტაზე? აბა. მე ვიცი. შენი აზრით? 3 ბილიონი. ძალიან ბევრი მოგივიდა, შვილო. ძალიან ბევრი მოგივიდა. მილიონი? აბა და მილიონი? რა ბილიონია? მილიონი? მე არ დაგისვავ ჯერ თქვენ დაგისვავ. 7 მილიარდი? აი ნატატა მიცის 7 მილიარდი. ნატატა ცოტა მეტი ვართ უკვე, მაგრამ კი სწორი პასუხია. სწორი ჩვენი პასუხია. აზრით რას ნიშნავს მეგობრობა? ნატატა შენ არ ვიცი, სიყვარული. შენი აზრით? სიყვარულია. სიყვარული. შენ? სიყვარული. შენ რას ფიქრობ? გულთბილობას. შემოყვეწეჭუნა კაცო შენ. მაგრამ შენ ხო ხარ გულთბილი ადამიანი ძალიან. კი. და წესრიგიც ხო გიყავს? აი კეთილი. კეთილი ხარ? ჭკვიანიც ხარ? არა, არა. ისე რა. რას ნიშნავს შენთვის ჭკვიანი? ის რომ კარგად ასრულებს საშინაო დავალებას თუ ცხოვრებაში ხარ ჭკვიანი, კარგად ალაგებ? ცხოვრებაში ჭკვიანი და კარგად ვალაგებ. მართლა? და შენ როგორ ასრულებ დავალებებს ილია? საშინაო დავალებების რომადლებად ვაფშე არ ვაკეთებ. საშინაო დავალებების დაწერა კი არ არის. აბა? ანუ ცხოვრებაში რასაც აკეთებ ეგ არის. სად ელაპარაკე? ცხოვრებაში რასაც აკეთებ, ეგ არის მეგობრობა. მთავარი არ არის საშინაო დავალებას 5-იანზე დაწერო 4-იანზე თუ 10-იანზე. ეგიც არის, მაგრამ სულ მთლიანად ეგ არ არის. ნატატა შენ? შენსკენ ვარ, ყოჩა. სიჭკვიანი რა არის? ხო, ჭკვიანი რას ნიშნავს? იყო ჭკვიანი. შენ? სიჭკვიანი არის. სიჭკვიანი. ხო. ხო. სწორია ნატატა. რავი მე აი ის რომ 5-იანს იღებ 10-იანს თუ ის რომ მაგალითად ცხოვრებაში მეგობრებთან კარგად გაგდალაგებული ურთიერთობა არ გიშლება ნევრები ხო რაღაცა. რაც შენ თქვი. მართლა? ეს ისწავლე შენით თუ დედამ გასწავლა? ორივე. და შენთვის რა არის იყო ჭკვიანი? ეგ დედა ჩემს. ნახე, ეხა ნახე, მოიცა. ეხა ილიამ უნდა გვიპასუხოს. დავიცვათ წესი. დედა დაიკიდე. აბა, რა კაი რჩევა მივეცი ბავშვს. მე არ ვარ ჭკვიანი. დედა დაიკიდე რადიოს. რა თქვი? მე არ ვარ ჭკვიანი დებილი. კარგი, ესა რა ქვია, მადლობა. ეხლა მაინტერესებს ესეთ შეკითხვებს გქონდა. დედამიწას რო სხვა სახელი დაარქვათ. აი რა სახელს დაარქმევდით დედამიწას? მამამიცა. მამამიცა, შენ რას არქმევ? მოიცა? დანი, რას დაარქვევ დედამიწას? აი მამამიწის გარდა კიდე. მე ვიცი. მიდი თქვი. რგვალმიცა. რგვალმიცა. მამამიცა, რგვალმიცა? დებერიმიცა. ყელმიცა. ყელმიცა. აი რა არ მოგწონთ? აი ყველაზე უცნაური წესი რომელია, რომლის შესრულებაც არ მოგწონთ დედებისგან და მამებისგან და აბა დავალებების გაკეთება. მე ის წესი არ მომწონს, რომ ეს წესი დედა ჩემო და თუ დავალებებს არ დავწერ, არსად არ წამყვანს. და დიდი ხანია არსად არ წაუყვანი ხარ შვილო? არა. ასრულებს თავის წესს. შენ თუ არ ასრულებ ამ წესს ასრულებ? ანუ თუ ვინმეს ეცალა, კი, მაგრამ თუ არა არ ეცალა. დიდი მადლობა ამ რეიტინგს დაგვიწევს ილია. იმდრიალე ფუტკარო. თქვენ იცით რას ნიშნავს სიტყვა კოლაბორაცია? არა. თქვენი აზრით? აზრია. Collaboration, imagination, imagine. რას ნიშნავს კოლაბორაცია შენი აზრით? I am stupid. რა ქვია, ფიქრეთ რაღაც. როგორ? ფიქრს. ცივა. მე წარმოდგენა ეს თუ რაღაც. ხა. მე გეტყვი. აბა? არ ვიცი. აი ალალად თქვა რომ არის. ზაკაია. მე ვიცი. ზუსტად ეგა. ბაზარი არა მაქვს. ნატატა, იცი რა მაინტერესებს? მარტო რო რჩები რას აკეთებ ხოლმე? სახში? ხო. რა მნიშვნელობა? სახში PlayStation-ი თამაში მომწონს. ნატატას ვაკითხები, შენ ნატატა ხარ? კი. იდეა თქვა PlayStation-ზე თამაში ხოლმე. კიდო? ხატა ხოლმე და ვაკეთებ ხოლმე. მე მძინავ სახში ხანდახან. არის პრანჭები სარკესთან? მაკიაჟს არ იკეთებ ხოლმე? ხო? შეყვარებულები. მე გეტყვი. არა. თუ მარტო მოიცა, კრაში მყავსო ნატატა. ვინ ყავს? კრაში. ვინ არის? ვითომ ზარ არა, ვინ? დაიკიდე. შენ ვინ გეკითხები? კიდეო. აი, მე სახელი გვარი არა. მეგობრებო, ნახე. არა. აი ესე გბლოკავენ ხანდახან დედა. კლასელი. ჩვენ. მარტო მაგ მინიშნავს კაცები, იმიტომ რომ შეიძლება ნახონ. ანუ კლასელია. მე სკოლაში მყავს შეყვარებული. ვინ არის? დამცვენია. არა, ანიტა. ნატატა? ანიტა გვია. ანიტა. ანიტა არის შეყვარებული. იცის ანიტამ სახში რომ შეხარ მისი შეყვარებული. ოჯახში შეცაურეკა შენ ტელეფონით. წეღარ.
შენ ტელეფონი დღეს უკვე დაურეკე, ელაპარაკე, მესიჯები ხო? და რასეულები, როგორ უთხარი, აი რა უთხარი, მიყვარსოთ, მიყვარხარო თუ რა უთხარი? აბა როგორ მიხსოვს რომ შეყოლებულია შენი? მოიკითხე აქედან ანიტა, უთხარი მიყვარხარო. სულ ვაწუხებ. სულ აწუხებ და ანუ ესე გამოხატავ შენ სიყვარულს? ხო. შეწუხები. დანიელ, შენ? შენ არ ყავს შეყვარებული? რა უნდა აგეთი? მოდი აქ, მოდი. იბზრიალე, საყვარელო, იბზრიალე. დანიელ, შეყვარებული ყავს? არა. ქრაში ყავს ვიცი. შენ რა გასწავლაში? მე ვიცი და ის. არა, შენ რა თქვა მის მაგივრად? თქვა, საძლევ უფლებას? თქვი მის მაგივრად. რაკეტო. აბა? შეყვარებული არ. არ ყაბა მყავსო? არ მიგმოიწონს. არაფერი არ მიგ. ვაიმე, აღარ მიყვარს. და სახში მარტო რო ხარ, ასაკეთებ რითი ერთობი ხოლმე? თუ ტკბილეულები დამრჩა. აბრა. ან როცა ტკბილეული ნახე კუდია ტელევიზორ და ტელეფონში ვარ. და როცა ტკბილეულებიც მაქვს ხოლმე, ვიყრი ესე ტონას და თან ტელეფონში ტელევიზორს ვუყურებ. ანუ თან ტელევიზორთან, თან ტელეფონით. და მიხარია ხან ბებოს, ან ბებოსთან რომ არ მაგ დროსაც მიხარია, იმიტომ არაფერს არ მეუბნება. ანუ ბებო უფრო რბილად გექცევა ვიდრე დედა? ხო, იმიტომ დედას არ უყვარს რომ ეგრე ვიქცევი. ძალიან მაგარი გამოცხადა. ყველაზე მაგარი მიყვარს რომ მხოლოდ ბები ერთმანეთთან რო ვჩები და მხოლოდ მარტო რო. დედა შენ ნერვებს გიშლის? ნერვებს არ აი აქ რო არ იყოს. უყურებ ხა დედა შენს. სიმართლე. ნერვებს არ მიშლის, უბრალოდ ანუ ეს წესები არ მომწონს რომ მეუბნება. აი რა გიდა რომ უწესოდ იცხოვრო? თუ არ იმეც ან ის არ მომწონს რომ თუ არ იმეცადინებ ხა არ მოგცემ ტელეფონს თუ არ იბანავებ არ მოგცემ ტელეფონს და ეგრე. ანუ გირჩევნია რომ დაუბანელმა სუნიანმა იარო? არა, მე ვეუბნები რომ ცოტა ხანი 1 საათი მექნება ტელეფონი და მე ვიბანავებ და ვიმეცადინებ. რა არ მოგწონს ყველაზე მეტად დედაში? მე ვიბანავებ და ვიმეცადინებ. რო მეცადინეობა რომ არ მოგწონს. ვითომ აქ არ არის დეშენი? როცა რაღაცას წერს, ან ბებიეთები რომ მეცადინებს, დედაჩემი, ანუ ვეუბნები რომ ესე არ უნდა დავწერო მეთქე და დედაჩემი მოდის და დაუჯერე ბებია შენს, ბებია შენი შენზე დიდიაო. ამ დროს მართალი ვარ. შენ არ მოგწონს მარიამში. მართალი. შენ არ მოგწონს მარიამში გულახდილად ვითხარი. ვითომ აქ არ არის? აი რა არ მოგწონს? ყველაფერი მოგწონს? იცი რომ ჯერა ხალხო? მეც. მართლა მჯერა. ეს ის შემთხვევა რომ ერთმანეთის ფანები არიან დედაშვილი. შენ არ მოგწონს ჩემში? რა მომწონს? ხო, პირდაპირ პირდაპირ თქვი დღეს ყველაფერს. არც დაბეთო აიღეწალებული და არ გახვალა ეს ოში. კიდე? ზუსტად შენი ხმით რო ლაპარაკობს და ინტონაცია. ილიას ხათაშორის ნიჭი აღმოაჩნდა. მიბაძვის. ეს ქსს. ხო. გახსენი გაზიანი სასმელი? ქენი? პულვერიზატორი გააკეთე. ეხლა გააკეთე ცხენი. აუ ცხენსაც კარგად. აუ ცხენს რა მაგარი. ეხლა გააკეთე, კიდე რას აკეთებ? ძალიან მაგრა. საქსოფონი. გააკეთე. აუ რა საქმეა. კარგი, ეხლა გეუბნებით ძალიან მაგარ გამოცანას. მომისმინეთ. გაიცი, აბა მითხარი. ის რა ქვია? რა? კაი, გააკეთე და ვიხდებით. აი. ბაკაყი, ხო კარგი, ის ძალიან მაგარი ხარ მართლაც ყოჩა. ეხლა ვაკი გამოცანას გეუბნებით, ძალიან მაგარს. მე შეიძლება ვითამაშო? ხო, აბა ბავშვებო. აბა ვინ უფრო მარის მამას 4 მარის მამას ყავს 4 შვილი. ლალა, ლილი, ლულუ. რა ქვია მეოთხეს? მოიცადე შეიძლება თავიდან. მარის მამას ყავს 4 შვილი. ლალა, ლილი, ლულუ. რა ქვია მეოთხეს? არა, მარი ქვია. მარის მამასო. ლელე. მეგობას გავაკეთე ეგრე. ქალმა გაიმარჯვა. ლელე. კეთე. არ გეუბნება ეს სამი ცხვარი ფარა? სამი ცხვარი ფარა? სამი ცხვარი ფარა? არ არის. რატო? იმიტომ რომ ფარა ქვია მხოლოდ იმას რაც არ 10-ზე მეტია. აჰა, ბაზარი არ არის. იცით რა, აი ერთი რაღაცა მინდა გთხოვოთ, რა თითოეულმა თქვენგანმა თქვით, აი რას უსურვებდით მთელი მსოფლიოს ბავშვებს თქვენი ჩათვლით. რა? აი რას დღეს არის ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, თქვენი დღეა. რას usurვებდით თქვენ თავებს და ყველა ბავშვს? usurვებდი. ეთოში დავიდოდი და ვიტამაშებდი ფეხბურთს. და ყველა ბავშვს სურვილი. სურვილი რა გაქვს? სურვილი გაქვს რომ 400 რომ
რა მქონდესო? 4-ზე Roblox-იდან. ეგ ხო და Roblox ისედაც გექნება Roblox-იდან. ძენი კაცი. და დედიკო და მომიკო არა. მამა ჩემი რიცხავს. Roblox-ი ეს შენ თუ კალათის სწავლი გექნება. და მე გიყიდეს ბოლო-ბოლო. მამა ჩემის ტელეფონში დამიჯოინდი და ჩაგირიცხავ 80-ზე ბევრს. მე მინდა. მე 200 მინდა რა. დამიჯოინდი მამა ჩემის ტელეფონში და ჩაგირიცხავ. ხო დავტოვოთ ესე. და მასწავლე კიდე ჩარიცხვა როგორ უნდა Roblox-ის და შენი მამა შენის. რა ქვია? რაიმე გიორგი, მაგრამ კორკოტას ვეძახინდა. გიორგი, მაგრამ ღიზიანდება უკვე დანიელი ილიაზე. გაღიზიანებს? ერთმანეთი რაზე ჩხუბობ? ზონ! არც კი იცი რამდენი შრამი მაგისგან დარჩენილი. გცემს ხოლმე? კი. და გიხარია. და არ ვნახავს მაგათ ჩემი საძლიერ ძალ, თორე გავაფრენ ამერიკაში. ხო ერთმანეთის ძალიან ახლო მეგობრები ხართ ერთი წლიდან. ხო, მაგრამ მე მაგას ნუ მეუბნები, იმას უთხარი. ანუ მეუბნები შენ, იმას უთხარ. იმას მეუბნები, მაგრამ აი ნახე არ ესმის ხო რაღაცეები და შენ ხო შეგიძლია რომ გააგებინო ხოლმე. აი შენ ხო იცი რომ ის ესეთი არის, ანუ არიცი. ხიარული მოძრავი. ერთი ისტორია მინდა მოგვიყვა. აი გახსოვს გრიგოლეთში რომ შეწუხდი ილიაზე? ხო. ყველა რო დაგვისვი ილიას გარეშე ცალ-ცალკე რო გველაპარაკე. გარტყავდი შენ რო ქვიშა შემოწმახსოს ხობი. ანუ მოიწვიეს ხდომა დასვი ყველა. ინტერვენცი ხო? კი, დაგვსვა ანუ ამ ხერხს საუკუნეზე მეტია ხმარობენ მეგობრებო. მე ძალიან დამღალა. ბიჭი დაგვა. ანუ საბოლოოდ აღარ ხართ მეგობრები თუ რა? არ მეგობრები ვართ, მაგრამ როცა მარტყავს ხობებაში მინდა რომ მეგობარიც არ ყავდეს. აჰა. იცი რა მაინტერესებს? სულ ამ პოზაში ხარ შენ ყოველთვის თავდაცვის პოზაში ხარ, ილია სულ შენზე აქტიურობს და უფრო თავდასხმით რეჟიმშია? თუ არის ხოლმე რომ შენ ესხმი? 24 საათი არის ხოლმე. მაიცი რა მგონია, ხანდახან მე მაგალითად რუსკა ისე გამომიწვევია და ისე გამომიყვანია მდგომარეობა, რომ დაუწყია ჩხუბი, შენ არ იწვევ ხოლმე, დავიჯერო? არა, ვიწვევ ხოლმე, აჰა. მაგრამ ამბადირა კროკოდი. იშვიათად? ვილი ეხა. არ მაინტერესებს, მოვალ მანდა ჩამოგახსენ. ნარიამ. ეხლა შენ ახლას თუ ეხლა გატირებ. შენ შეგვიძლია დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან სტუმრად. ნატატაზე რას მეტყვილია? ნატატა ხო შენი ბავშვობის მეგობარია. როგორი გოგოა ნატატა? არიცი? აზე არ არის. არის, რას დღეს და გინახა როგორი გოგოა პირველად ნატატა? თინა. ო მარია მოიყვება. და ნატატა რა სიტყვის ილიაზე? როგორი ბიჭია? არ ლაპარაკობს თორე მო. ოღონდ აი სიმართლე გითხარი. ცელკი და სულელი ცელკი და სულელი. და კეთილი ხო არის ამ ყველაფრის მიღმა? ხო. იქ ნახე რა ხდება იქ. ხიარული? აი მე ბზიკი მოვიდა. არინა ბზიკი დაბრუნდა. ბზიკი შეყვარს აი ციგნები. პირდაპირ ყველაზე მუქელი გადაცემაა ბავშვებზე რაც კი გინახავთ ჩემი აზრით რა. კი. აი ეს არის რეალობა. ეს არის რეალობა. პინგ. დანიელ, შენ არ გამეცი პასუხი. რას უსურვებდი მსოფლიოში ყველა ბავშვს? ანუ რა გინდა რომ მათ ცხოვრებაში მოხდეს? ყველა ბავშვის ცხოვრებაში, რაც კი პლანეტაზე. რა ყოველდღე ეცალო და ყოველდღე ვნახო ხოლმე. ყველა? ყველა დღე სახთან დარიგდეს და ყველა საერთოდ ნახოს. ანუ ნახეთ რა საოცარი ოცნება და სურვილი აქვს რუსკა? რომ ყველა ბავშვს პლანეტაზე ეცალოს. ხო. და მოვიდეს მასთან. გული გამისკდება ახლა. მოდი ჩემთან, ჩემო სიცოცხლე, მოდი. წამო ხესუსთან. აი იქ ნახე ვინ დგას. შეგიძლიათ ერთი სტროფი ლექსი ნახე ვინ არის. იქ ნახე ვინ არის. მოდი რა. ამერიკის გარჩევ ერთად მოვხდათ ბავშვები. მოდი. ხო, უსო მეხუტება. ეს თალკე თემა. ბავშვებო. მოხვალ ჩემთან? ეხა რა თქვი? ამ ლექსის გარშემო ლექსი მოკლეა ძალიან. ხე გაგიშინაურდა. ეს სიტყვა რა. ამ ლექსის გარშემო ერთად მოვუძვათ გავიგეთ. ლექსის გარშემო ერთად მოვუძვათ ბავშვები. კაი, სადგენა, მოდი. მოხვალ ჩემთან? ამ ლექსის ბავშვები წახვა? გარშემო ერთად მოვუძვათ. სათამაშოზე გადავიდა. ამ ლექსის გარშემო
გავიგე, ხალხო ერთი ლექსი ითხოვე და რას ამბობს შეხება? ლექსი თხოვე და რა? ამ ლექსის გარშემო ერთად მოვუშვათ ბავშვებო. შენ იცი რამე ლექსი? აბა ლექსები. დანიელ, გავიგეთ. აუ გავიგეთ. საჩუქრები გამოგიგზავნა ტოიში არაფერს არ მოგწე. აი, ნახეთ რა მაგარია. ერთი წამი. ეს შენ? ამი ერთი. ამი გახსენი ჯერ მოგწოს. აბა ნახე. ნახე, აბა მე. გახსენი ბიჭო, გინდა გავხსნათ? არა. ბიჭო, ეს ცხოვრებაში მინდოდა. ცხოვრებაში მინდოდა? რა მაგარია. აუ, დიზაინი რო გააკეთო. აუ, რა მაგარია. უნდა გახადე სპიკერები უნდა გააკეთო შენი. ნახე. ვაუ. ატო შეგიძლია გა. ხედავ რა მაგრები არიან თოიში. რატო ბავშვი არ ვარ? მე რა იქით გახსენი. კატო და დაჩი არიან ჩვენი სტუმრები. ჩემი გამომწერები ვინც ხართ კატო და დაჩი. კატო კი იცით რომ ჩემი შვილია, მაგრამ დაჩიზე ხსმენიათ ძალიან ბევრი და კატოს და დაჩის love story-ც ხო? როგორ ახარ კატო? დაჩიზე ვგიჟდები. დაჩიზე გაგიჟებულია ყველა. ოღონდ დღეს პირველად ნახე მართლა და ყველაფერი ვიცი. ისიც კი ვიცი რას უნია ყოველ დღე. კი. რატო ვიცი? დრო კატო გეუბნება. კატო, როგორ ახარ? დაჩი კარგად ხარ? დაჩი, რას თამაშობთ ხოლმე საბავშვო ბაღში შენ და კატო? რებს აკეთებთ ხოლმე? ხავ. მე ყველაფერი ვიცი, იცი, სულ გვიყვება კატო ყველაფერს შენზე. კატო, შენ არ მოყვები? აბა რისთვის დასხედით, აქ რო ჩუმად იყოთ? საჩუქრები გინდათ? იმღერებ? ანაბანას არ იმღერებ? წეგან ხო უსმინე ბავშვები რა კარგად ვცემდნენ პასუხებს. კატო, არაფერს არ მიპასუხებ? კარგი, მაშინ მე და შევილაპარაკოთ, გინდა? ეს შეგვიძლია, რასაც პროსტა კადრად რო იყოს რა. და დაჩიმ დაკტოვა. დაჩი წავიდა. დაჩი მიატოვა. ქალიშვილი. ესა. ბზიკი განრისხდა, დაჩი მიგვატოვა და დავრჩით ასე ჩვენ სამი. იცი რა მაინტერესებს? აი შენ ყველაზე მეტად რა გინდა? აი რა გინდა ყველაზე ძალიან რო გქონდეს? რა გინდა ყველაზე ძალიან რო გქონდეს? რა გინდა რო გქონდეს ყველაზე ძალიან? არაფერი, ყველაფერი გაქვს. და დაჩი გიყვარს? არა. დაჩი შენ? არჩე? მოილაპარაკეს, გეუბნები მე შენ მოილაპარაკეს კადრს მიღმა და იმაშვებია. ბაიცა მართლა არ გიყვარს? თუ აღარ გიყვარს, ეს ნუ დამიზისტო ახლა. დაშორდით? მართლა დაშორდით? მე კი. შენც კი? და რატო დაშორდით? რა არ მოგეწონათ ერთმანეთის? ჩემო პატარა, იღლიები. ანუ რაღაცა მოხდა? იჩხუბეთ? რაღაცა სტიჩკა არის, ძმაო? იჩხუბეთ. არა, უბრალოდ მეგობრებად გადაწყვიტეთ დარჩენა? არც მეგობრები აღარ ხართ? რაშია საქმე? მე ვურეკავ დღეში 3 ჯერ დაჩის და დღეში 4 ჯერ კატოს? ჰა? სხვები ხო არ შეუყვარდათ? ხო? არა ბაზრებდნენ და ჩვენ აქ მოვედით და გაბაზრებები დავიწყეთ რა. კარგი, იცი რა მაინტერესებს? საბავშვო ბაღში ყველაზე ცუდად ვინ იქცევა ხოლმე? კატო თუ დაჩი? დაჩი. შენ? შენ ლაპარაკი არ იცი? კატო მარც ლაპარაკი არ იცის, არც სიმღერა არ იცის, არც ცეკვა არ იცის, არაფერი არ იცის, ხო? ალა. მარტო იცის დაჩი. ხო, დაჩი. თითქოს დაჩი. დაჩი თავდება. დაჩი. დეშენს დედიკოს უყვები ხოლმე კატოზე რაღაცებს? ეს სულ უყვება, შენ არა? არ უზიარებს დედას. და როგორ სად ნახეთ პირველად ერთმანეთი? სად დაინახეთ და მიხვდით რომ ეს ის არის და ეს ის არის. და ეს ის არის. სად მოხდა ეს პირველი შეხვედრა? კატოსთან? მართლა? შენთან სახში? კი. მართლა? მერე? ანუ პირველი სახში. კი.
პირდაპირ კატომ გააქანა სახში. მერე მოგეწონათ იმ წუთას ერთმანეთი? კატომ კიო. არაო, ვერ ხედავ. არჩე. არ ვიცი რა, ეს არის situationship-ის სტანდარტული რა. და მე მგონი ჩვენ ახლა ვაძალებთ მათ რა. ჩვენ ყველაფერზე ისაუბრებთ. საზღვრის მიღმა გავდივა. ძალიან გავედით თავს მეც და ნანიკოს. ვენეციის კონვენციის 27 მუხლით ჩემი შვილი სულ ესე მირჩევდა საქმეებს. ამის იქით გადმოსვლის უფლება არ გაქვს, ასე რომ შვილებო, აღარ კითხავთ არაფერს. კაი, მაშინ ეგეთ შეკითხვას დაგიშვ. რა გინდა რომ ყველაზე მეტად გქონდეს? არაფერი. არაფერი. შენ კატო? არაფერი. ყველაფერი გაქვს? რა გაქვს მაგალითად? კაი, მაშინ საჩუქრები აღარ გინდათ. საჩუქრები არ გინდათ ესე იგი, ხო? მე არა. არ გინდა საჩუქრები? მართლა? მაინც გაძლევ. იმიტომ რომ თოიჯიმ სპეციალურად ჩემთვის გამოაგზავნა საჩუქარი, ასე რომ დატოვება რომ მინდოდას ვერ დავიტოვებ, იმიტომ რომ სპეციალურად ჩემთვის არის გამოგზავნილი. რა ვქნა? წაიღებ? არა. ეს პრინციპულობა საიდან უცებ? რო არ გინდა საჩუქარი? ჰა? რატო არ გინდა საჩუქარი? იცი? მაინც მივცეთ ხო ნანიკო? არა, ინა არ უნდა. მე მეცი აქედან შენ მე მაინც არ დავდებ. გახსენი. არ გინდა? სხვას ვაჩუქოთ? აუ, რა საყვარელია. არა, ეს არის შენი. აია. და რო წახვალ, მერე წაიღე, მე უბრალოდ ვნახე. საკმაოდ საინტერესო თვალსაჩინო ბავშვები ყოფილ ხართ თქვენ? მაჩუქა, შენი იყოს. გაჩუქა. აღარ არის გადაღება, მორჩა და მოვჭით გადაღება. დაჩი მართლა აღარ გიყვარს? ეს მაიძრე? აჰა, თუ აღარ ვიღებთ. აღარ ვიღებთ. ხარ შეყარებულები მაინც? არ არიან, არა გეუბნები, უარზე არის. თუ იტყოდენ რო კიო, აგერ ჩადე. მე არ ვარ მეგობარი. აბა რა ხარ? არაფერი. არაფერი. შემოწი ცოცხლე შენ. მაიტა ეს. მოდი. მოიძრე, არის. ორი ძრო. ყველაზე მაგარი ბიჭი ხარ, აი, ყველაზე. მადლობა. აჰა, ეხლა ანუ ფაქტი აა ეს მე რა თქმა ჩემი არ არის, ის გაიტანე შენია. გამოვცვალეთ ისევ ბავშვები. გამოვცვალეთ ბავშვები. უფრო ცოტა დიდები და უფრო ცოტა დალაგებულები მოვიყვანეთ. მაგრამ თან ძალიან ჭკვიანები. ძალიან. მაგრამ ყველაზე მაგარი იცი რა არის, რომ ეს ყველა არის მეზობელი ერთმანეთის. ანუ ჩვენ ყველა ვართ უგნელები და მეზობლები. მეზობლობა აღმოვაჩინე ამ ბოლო დროს, რომ არის ყველაზე მაგარი რამ და მადლობა რომ ხართ ესეთი კარგი მეზობლები. ფისფუსი, ელისკა, იკაკო, ნანიკო და კატო. კატო ისევ აქ დარჩა. რუსკა მეგონა იტყოდი შენ თავზე რუსკა. ნანიკო. არა, ნანიკო ჩემ თავზე ვთქვა. რა ხდება, სად ვარ? ხო. იმათმა ძალიან გაგთიშეს. როგორ ხართ? მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან სტუმრად. დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა, თქვენი დღეა. ნუ ყველა დღე თქვენია, მაგრამ ნუ განსაკუთრებულად დღეს ასმაგად. როგორ ახართ? კარგად თქვენ? კარგად. მადლობა. პირველ რიგში გავგიჟდი ისე გამეხარდა რომ დათანხმდი აქ მოსვლაზე და მარტო რომ მოხვედი. რატომღაც მგონია რომ სულ ისეთივე პატარა ხარ, თუმცა უკვე სოლო კონცერტები გაქვს, არც მეტი და არც ნაკლები და თან მარტო დადიხარ. დიახ, კი. რამდენი წლის ხარ უკვე? ეხლა ვარ 11-ის ხვდები ეხლა. უკვე. და ცოტა ხნის სოლო კონცერტი ქონდა, ხო? კი, ორკესტრთან მქონდა კონცერტი და ეხლა მქონდა სოლო კონცერტი მქონდა. კი, პიანინოზე დავუკარი, პოლონეზე დავუკარი შოპენს. პოლონეზე. რა საყვარელი ხარ. მე ვილაპარაკებთ, იცი საიდან უკრავს ეს? საიდან? აი კატო რო პატარა, აი კატო კიდე რო დააპატარაო, აი დაახლოებით მაგასაკიდან უკრავს იკაკო, ოღონდ ყურით ესე გაიგებდა რაღაცებს, ესე მიდიოდა ინსტრუმენტთან და ესე დაიწყე დაკვრა, ხო? კი, ბებოსთან ვიყავი, ხოლმე აი მშობლები რო წავიდოდნენ სადმე კონცერტებზე და სადღაც ბებოსთან მტოვებდნენ და ბებოსთან დადიოდნენ მოსწავლეები და ბებო რო უკრავდა, მე ვიმახსოვრებდი და მივდიოდი და გაკვეთილის მერე უკრავდი. რა საყვა და ჭამაც გიყვარს, ხო? მე მახსოვს შენ ჩემი კატა დოდო ნაყინზე როგორ დაობდით და ჩხუბდით. აინტერესებს აი ეს დღევანდელი დღე, ხო?
ესეთი მნიშვნელოვანი დღე. აი რას აკეთებთ ხოლმე 1 ივნისს? მე აი რა პრივილეგიები გაქვთ თქვენი აზრით? იქნება არც გაქვთ. ფისბუშე? ხო, ეგრეც. კი, გაიგე საერთოდ რა კითხვა დავსვი? არა მგონი. დღეს შენი დღეა, ფისბუსი კი მთელი მსოფლიო დღეს გეთაყვანება შენ ბავშვებს. რას ისურვებდი, რა გინდა ყველაზე მეტად რო გქონდეს? ფისბუსის ოცნებაა ჩოხატაურში ყოფნა. ორი ევა. ევა უნდა. ევა არის ძაღლი ფისბუსის. ქორგი, სქელი, რიჟა. უცნაურესი. ორი ცალი გინდა და ორივე ევა რო იყოს, ხო? კლონი გჭირდება სასწრაფოდ. სათამაშო ევა გინდა. მოგეთ ფისბუსის რაღაცა რო უნდა, რაც გაჩნდა იმ დღიდან, თუ კი იმას ვერ შეულობენ ამ ტერიტორიაზე, მშობლები ეუნებიან, რომ ეს ყველაფერი იყიდება ჩოხატაურში. თუ შეიძლება აქ ისევ ამომინათეთ ტუტა. ტუტა ამოანათეთ. აქვე ნანაც ამომინათეთ, იმიტომ რომ ტუტას და ნანაშვილია. კარგი. ელისკა, მომიყავი შენ, მომიყევი ხე შენ რაშვები როგორ ახარ და როგორ არის შენი საქმეები? საერთოდ მე ვიცი რომ რაღაც რუტინაც უნდა გაგვეცეს, მაგრამ სანამ რუტინაზე გადავალთ, მოდი ვისაუბროთ შენზე. მე დიდი სიამოვნებით მოვედი აქ, ისე მინდოდა და ძალიან მიყვარს ხართ ძალიან. ჩვენც გვიყვარ ხარ ძალიან ელისკო. და დღევანდელი დღე ისეთი სიამოვნებაა ჩემთვის და ისე მიხარია. აი რა სიამოვნებს მართლა მითხარი. რომ ხარ სტუდიაში თუ ჩვენთან ერთად რო ხარ? ორივე. საყვარელი. ორივე, ანუ ვერ ჩაჭრი. ვერა. გამორიცხული. ჩანთა ვისია? ჩანთა გავარკვია რომ ორიგინალი ყოფილა. მართლა? მართლა. დედასია. და წავართვით. ანუ დედამ გათხოვა ორიგინალი ლუი ვიტონის ჩანთა? ხო. რადგან იცით რომ მე არ გავაფუჭებ. მაინც არ უნდა გათხოვოთ ჩემი. ლუი ვიტონი არის სტატუსი წესით და დიდი ქალების არის უფრო არა? ანუ რავი, ძალიან ვირიღირს ახლა ეს ჩანთა ამ ჩანთას რო უყურებ. სამოთახიანი ბინა უკიდია მხარზე მეგობრებო. 10 წლის ელისკას. ელისკო, იცი რა ვაი იმ დღეს რომ მიყვებოდი გახსოვს? ანუ აი ბავშვობიდან ესეთი ხარ, ბავშვობიდან ყველაფერი იცი, ბავშვობიდან გინდა რომ ყველაფერი საქმის კურსში იყო და ყველაფერი აი ესეთი გაჩნდი ხო პლანეტაზე? კი. ეგრე გამაჩინეს. ეგრე გაგაჩინეს და პირდაპირ დაიწყე დალაგება ყველაფრის. ხო. რა მაგარია. ხელს არ გიშლიდა არავინ ამაში? არავინ. რატო? უბრალოდ. გაიყვანეს ეს ბავშვი მე. მითხარ აი მართლა აი ხელს არ გიშ აი რაში არ გიშლის ხელს? ანუ რისი კეთება გინდა დააკეთებ? ანუ რა არ არის შენთვის საკრძალული? არაფერი არ არის შენთვის საკრძალული? ყველაფერი უნდა შეგიძლია აკეთო? ყველაფერი არაა ჩემთვის თავისუფალი. აი ბევრი რამაა. პირველ რიგში მანქანისტარება, მეორე ალკოჰოლიზმა. ალკოჰოლის დალევა, ეგ ყველასთვის არ შეიძლება სანამ 18 წლის არ აღარ. სწორია, რა თქმა უნდა ალკოჰოლის დალევა. მიუდგეთ რა. ანუ ალკოჰოლის დალევა მოგდომებია? როდის მომდომებია არ მინდა, მე მინდა ჯანსაღი ცხოვრება. აი, girl, okay. კიდე რა შეიძლება შენთვის? კიდევ არ შეიძლება. შენების დაგრძელება ალბათ, ხო? ჰეილი ბიბერი. ტატუ არ შეიძლება ალბათ. ტატუც არ შეიძლება. მაკიაჟი? მაკიაჟი? თუ რაიმე ძალიან აბა მნიშვნელოვანია. მეგონი ინგლისურად აგზელებდა. აი, Yeah. Really? ანუ მაკიაჟზე რა ხდება? მაკიაჟი თვითონ არაა. თვითონ skin care არის ჩემი. Skin care routine. Skin care and I think you have something in your bag, Yeah, yeah? I am a table. Show me. Okay, let me grab it real quick. Oh, it's here actually. Okay. I brought a whole bag of stuff actually. Okay, come here, Sit please. here. Sit here. Do you speak English, everyone? Okay, sure. Okay, so we're gonna start off with this Sol de Janeiro, the best body mist I ქართულად have. გავაგზავნოთ, იმიტომ რომ მაინც და ინგლისური როგორ იცი გამოვშტერდი? მაგრა იცი, კატომაც ძალიან მაგრა იცი. ასე? შენ სხვა აი, თოდეს. ხალხო, ყველა ვიცი შენს გარდა. ამანაც იცი საოცრად. აი, გვანახება შენ მე კაკოს. Body mist-ი არის ძალიან კაი. აი, ძალიან კაი, Sol de Janeiro, ძალიან მაგარია. აი, სუნი აქ. ვანილას. მე ეს გავაფუჭე, თიკამ პატარა Sol de ჩამომიტანა. Janeiro, ხო? ხო, mini Sol de Janeiro. მინი. რაღაცა ჩავაგდე და გავაფუჭე ოღონდ. მე ეს ყველაფერი შენი. Sol de Janeiro, ხო, ჩემია. წიცა სახელი მოდი აღარ თქვა რომ მაინც რა ხო, ეს სპონსორებს კიდევ ერთი. მე ვიტყვით. კიდევ ერთი Sol de Janeiro. კაი, მაინც თქვა. მე აუ, რებია. დასაბანი, კიდევ ერთი. ეს დასაბანი რად გინდა? რა იცი რა მომენტში დაიბადა? მანავ ხოლმე? კი. მართლა? შეებანო? კი. შეცებანო? კი, ყოველ დღე არა, 3 დღეში ერთხელ. 3 დღეში ერთხელ. აჰა. მე ლიფსტიკები. ოკეი. ისო ახმარო? კი, მაგრამ დიდად ფერიანები არასწორია. არასწორია. მარტო პრიალა. არასწორად ჩვები შენს პაჯო.
პაჭუმიცის მოხმარება არც რუსიკო. მე ოილი თმის. თმის ოილი. რადგან ძალიან მიყვარს ჩემი თმების ის მოვლა. კი, ივარცხნი ყოველ დღეში სამჯერ უფრო სწორედ. ხო. კი. შევიჭერი ჩემი თმა, მაგრამ ძულს ასე. რადგან უძნელესია და ყოველთვის უნდა გავიკეთოთ კაპები აქ, რომ არ გამომიჩნდეს საზღარი ჩოლკა. მე ჩემი საყვარელის უნამო ერთ-ერთი. ეს რას უნამოა? მაჩუქეს დაბადების დღეზე, რა ქვია? პოლიცია. კაი სუნია, ხო იცი? კაი, მიდი აბა კიდე ერთი. მე ვამთავრებ. ვამთავრებთ. და რამდენი რამე დააქვს? კიდევ მაქვს. კი, არ წამოვიღოთ ყველაფერი. კაი, ეს რა არის? მე ეს ბოლმი. ბოლმი. ერთი კაცაჩუქეს დაბადების დღეზე, მე წავართვი. რადგან ჩემი დაბადების დღეც იყო მანამდე. ოკეი. და იმსახურებდა, ლეგიტიმური იყო მისი წარქმევა. ხო, და მე ეს ბლაში არის, ლიბონისავი. ეს ცნობილი viral blush-ია. რუსკას უყვარს ბლაში სხვათა შორის, მე მეც რაღაცა. მეც მიყვარს ძალიან. გადავიღე ყველაფერი. იკაკო ჩვენ შენთანაც მოვალთ შენ. აუცილებლად, ჯერ ხალი გვაოცებს თავისი მრავალ. და გლოსები. ეს დიორის გლოსია. მაჩუქეს ეს. დიორის გლოსი რატო გაქვს? ანუ აზე არ ლუიბიტონის შანთაუკიდია, შენც კიდე და დიორის გლოსი რატო გაქო? 60-ახიანი ბინა მხარზე გადაკიდული და 1-ოთახიანი პომადა აქვს. ვარტლა ესეა. ეს უბრალოდ აზე არ ვიყავი რომ დიორის იყო თან და უბრალოდ მაჩუქა ჩემმა ნათლიამ და ვინა შენათლია? მითხარ და გეტყვი ვინ ხარ შენ? კატო კიკნაველიძე. არც მეტი და არც ნაკლები. არ ვიცი ვინ არის კატოკიკო. მაგრამ მოკითხარ დიორის გლოსი. კარგი გლოსი უჩუქნია მართლა. ხო, და აზე არ ვიყავი, მაგრამ თიკას დაურეკა რა მეთქი განახი ბაქნა რეები მაჩუქეს და დიორის გლოსი გაქვთ და მეთქი დიორის რა. და გადაფსიხდი და მე ყველა ჩემ კლასს ვანახე და გადაფსიხებული იყვნენ და კიდევ ჩემი კლასელები არიან გადაფსიხულები თქვენზე. მართლა? ჩვენზე რატო არიან გადაფსიხულები? ძალიან უყვარხართ. მართლა? კი, ორივე. ხედავ ნანა. ძალიან მიხარია. იკაკო, აი შენი ერთი დღე როგორია? გადავიდე. აი როდესაც თქვა არ მიდიხარ სკოლაში, არ გაქვს რაღაცა კონკრეტული სამეცადინო სპორტით არ უნდა და აი რას შევი ხოლმე სახლში? რა არის შენი საყვარელი საქმიანობა? უფრო ვისვენებ, იმიტომ რომ უმეტესობა დღეები დაკავებული ვარ მუსიკით და გაკვეთილები მაქვს და ეგენი და როცა ის მაქვს დასასვენებელი დრო მეგობრებს ურეკავ, ეზოში გავდივართ ხოლმე. ან მაგალითად ვაკის პარკში გავივლი კლასებში. აქ დავდივარ ჩემ მეგობრებთან ერთად. აქ სტადიონიც არის და აქ დავდივართ. სულთან კიდე მაქვს მე PlayStation-ი მაქვს და მეგობრებს ვურეკავ და PlayStation-ის გარეშე აბა როგორ? ხო. მაგრამ თქვენ რო იცოდეთ ხახო იკაკო როგორ უკრავს თან ეს ზის ნუ ყოველ შემთხვევაში ასე იყო. აი ეს უცებ დგებოდა მივიდოდა ინსტრუმენტთან. ახლაც ესე ხარ ხო ალბათ? კი. კომპოზიტორი ვინ არის შენი? საყვარელი, ვისი შესრულებაც გინდა თქვა დიდ სიმფონიურ ორკესტრთან და რომელ სცენაზე გექნება შენ ისეთი ბიჭი ხარ? მე ბავშვობაში ძალიან მიყვარდა მოცარტი მიყვარდა ძალიან. ეხა ბახი დაუკარი ხო? კი, ბახი ძალიან მიყვარს, მაგრამ მე უფრო ლამაზი ნაწარმოები მომწონს, აი როგორც აქვს შოპენს, დებიუსის, უფრო დებიუსის. ამასაც გულით უკრავ კიდე თუ უკვე ნოტებზე გადახვედი? დებიუსის მთვარის შუქის ძალიან პატარა დასაწყისი გავარჩიე ყურით და დაგუკრავ. როგორი ყური აქ არის? არ დაგვიკრავა აქ დებიუსის. არ ყოფნის კლავიშების რაოდენობა. ო ძალიან მაგარია. აი რომ გავარჩევ მოვალ და დაგიკრავ. რას უსურვებდი ბავშვებს? ეთერში ხარ, გიყურებს მთელი საქართველო. ყველას, მთელი მსოფლიოს ბავშვებს. რას უსურვებდი? აი რაც უნდათ იმას. აი მაინც რა უნდათ? ახლა ვიღაცას იქნებ რაღაცა ისეთი უნდა, ცუდი. რაც შეიძლება ყველაფერ კარგს. შენ თავს რას უსურვებ? ჩემ თავს წარმატებას, რა ვიცი რომ კარგად უფრო მუსიკას წავყვები და ხო რა ვიცი. ანუ ეს ზუსტად ისი რომ აი ეს მხოლოდ და მხოლოდ ამის კეთება გინდა. ხო მუსიკას რო არ წაყვას მეგონი გამორგებულია, კიდე რომ მუსიკამ წამოგიყვანა ფაქტიურად და აქამდე მოგიყვანა. მხერი კიდე თუ შეწყვიტე? კი, მღერი, კი. არცით როგორ მღერის ნანარი ხმა ამასთვის. ვიცი. ოდეს მე ალბათ მოგვეცემა საშუალება ვამღეროთ ჩვენი სტუმრები. ფისფუსი. შენ დიდი რო გაიზდები ვინ უნდა გამოხვიდე? ევა, ეხა იტყვი. ევა. ან ორიევა. ვინ უნდა გამოხვიდე? ევა.
აი, სანამ შენ ვფიქრობ ელისკო. მე მინდა ახლა რომ შენ უცებ ითამაშო, ვითომ ხარ ჩვენი კოუჩი და გვასწავლო როგორ ვიყოთ პოზიტიურები, როგორ მივიხოთ ყოველი დღე ისე რომ ყველაფერი მაქვს მაგისთვის. მართლა მე სრულიად ისე random შენ ენაზე გეტყვი და მე შეიძლება რო აი ესე ვიждდეს უკაკურებული. ხო, აბა მიდი. პოზიტიური როგორ უნდა იყოს? პოზიტიური ენერგეტიკა. ხო. ტუტორიალი. ჯერ უნდა გააჩინო ბევრი მეგობარი, მაგათთან უნდა ისიამოვნო, ძალიან იხალისო, ყოველთვის უნდა იყო ბედნიერი, რითიც გააქვთ. აი როგორ ვიყო ბედნიერი ყოველ გაქვსო. რითიც გაქვს. კი, კაი, მე კიდე. სიკეთეს როისაც იზამ შენც დაგიბრუნდება. მალევე ბრუნდება, ყველას ეს პრობლემა გვაქვს, რომ აი მე გავაკეთე კარგი რაღაცა, მაგრამ არ მოვიდა. მალე ბრუნდება? თუ რაღაცა დრო უნდა ხანდახან დაგიბრუნდეს. რაღაცა დრო უნდა ხანდახან ეგრევე გიბრუნდება. კარმა, კარგიც და ცუდიც. ხო, მაგრამ დაველოდო. კარმა არის. იცი კარმა რა არის? კარმა უძლიერესი რამეა. კარმაზე ცუდი არაფერი არ თქვა, თორე ძალიან ცუდი. შენ გჯერა იკაკო, რომ ჩვენი საქციელები უკან გვიბრუნდება, ჩვენვე, თქვა, კარგიც და ცუდიც გჯერა ხო ამის? კი. შენ არ გონია? ბავშვობიდან მასწავლიდა დედა, რომ აი ცუდს რო გააკეთებ, ეგრევე დაგიბრუნდებაო და კარგზეც იგივე. გაგიკეთებია ცუდი რამე? მე არ გვიდგენია, რომ იკაკო რამე ცუდი გააკეთოს. მართლა ვერ წარმოვიდგენია. მოგცევით, ცუდად მოგცევი ვარ ხოლმე, კი. მიგიღია სათანადო პასუხი? კი. აი მაგალითად, ცუდად რომ მოვიქცეოდი, აი მაგალითად რამეს ჩამომართვებდნენ, რამე ან მაგალითად ცუდად მოვიქეცი და სახლში რომ მივედი, ტელეფონს ვტენიდი, დამიორდა და გამიტყდა. აი, კარმა იზარ. აი დაუჯერეთ პატარა, მაგრამ ბრძენი იკაკო გვიხსნის ფილოსოფიას ამ ცხოვრების. არ არის ეგრე? კი, ფიზიკურსაც მინდა რამე ვკითხო და აი რამე თქვი გოგო. ევა სიტყვის ახლა ერთ. ორი ევა, კატო. დაჩი რატო გაუშვი სახლში? წეგან ტიროდა დაჩი რო წავიდა. კი, მიკროფონი არ უკითხე. დაჩი მინა? კატო შეყვარებული. შენ ყავს შეყვარებული? არა. ყავდა ქრაში ყავს? ყავდა. ქრაში თუ ლავე? არავინ არ მყავს. მხოლოდ მაქვს ქრაში ჰერი სტაილზე. ჰარი სტაილზე ქრაში ჩვენს გვაქვს შვილო. შენ მოგწონს ვერნები. არ გაყვარს დრო. იმდენად ჩართული და გადართული არის მუსიკაზე, რომ საერთოდ არაფერი არ აინტერესებს. გარდა ჯერესეთი მინდა იცი რა, მე იცი რა მინდა მოგვიყვე. იკაკო მარიამი ანუ ისე გაიზარდნენ, რომ არ ქონდა შესაძლებლობა და ერთ ოთახში ცხოვრობდა მთელი დიდი ოჯახი. ბოლო-ბოლო დადგა დრო, რომ იკაკოს აქვს თავის ოთახი ხალხო. აუ, იკაკო, ხო. აი მოვიყევი რა ბედნიერება, მარტო რომ შეხვედი შენ ოთახში. აი ძალიან გახარებული ვიყავი, აი ძალიან და მით უმეტეს გამიხარდა, რომ სკამი მიყიდეს ჩემი საყვარელი და მაგიდაც მიყიდეს და აი გამოშტერდი ისე. არც მაგიდა ქონდა, აი სკამი და არც ოთახი ქონდა. უკან ამაღლებული რო ეგეთ სკამი გიყიდე? ბორბლებზე? ხო, ბორბლებზე რო არის. და უფრო გეიმერული. გეიმერული სკამი. ესე კარგად ჩასაჯდო. კი. ანუ გეიმერიც ხარ? უფრო კომპიუტერი არ მაქვს, მაგრამ PlayStation-ი მაქვს. PlayStation-ის გეიმერობა კი, ვიყო. მაგრამ ეხლა ალბათ მონიტორს ვიყიდი და ოთახში ვითარ. აუ, ცხოვრება არის აწყობილი ფაქტიურად, არა? დედას გებიძე, მაგრამ მიხეთ იმისა, რომ დაყავს და ძალიან კარგი დედმამა, მაინც რთულია, ხო იკაკო პატარა სივრცეში. მიხეთ რომ კონფლიქტი არ გაქვს არავისთან. რთულია. კი, ძალიან ძნელია. მარიამიც ბედნიერია? კი, მარიამიც. რა მაგარი. რა მაგარი დაძმობა გაქვთ ისე, არა? ჭუბობთ? კი. რაზე? ნებისმიერ. აი რამე თუ ვერ გავიყავით, ეგრევე. აი რას ვერ იყოფთ? რა ვიცი, ბევრ რამეს ძალიან. სიყვარულს დედმამის? ეგ მაგასაც ხანდახან ეგეც არის ხოლმე პრობლემა რა? რომ იმას უფრო მეჯერ რატო აკოცა და მე უფრო ნაკლებად იმას უფრო მეჯერ შეაქო. ეჭვერობ ხოლმე? არა. ელისკო, შენ რაღაც წიგნები გაქვს წამოღებული, ხო? თუ შეიძლება შეწყვეტეთ კლაპინგი. გაგაგდებთ გარეთ. კლაპინგი. არა, გაგსვათ გარეთ. ყველი გვეშლება. ამისთვის თუ დაჯექით, მაშინ შეგვიძლია გაგათავისუფლოთ პოსტიდან. აბა რა წიგნები მოგვიტანე, რასთან დაკავშირებით, რა უნდა გვითხრა? ესენი მოვიტანე, რომ ვურჩიო ჩემ ხელა და ჩემზე ოდნავ უფროსზე და ჩემზე პატარებსაც წიგნები. ვირჩიე ჩვენს, დიდი სიამოვნებით. სად მიდიხარ? მორე მე მოდი, მე ისევ დაჯექი. ანუ ელისკო მოვიდა აბსოლუტურად მომზადებული თავისი რუტინით. რაოდენობა წიგნების. წიგნები. ანუ ეხლა შენ გვაჩვენებ, რომ შენ წიგნების კითხვა გიყვარს? მიყვარს კიდევაც? გიყვარს კიდევაც? სწავლაც მიყვარს. ხო. რა ნიშნებს ესწავლო?
ალბათ 10-ზე, ხო? 10 და 9-იანები მხოლოდ. უფრო ჰუმანიტარული გონება გაქვს თუ ისეთი ანალიტიკური? მათემატიკა უფრო გეხერხება თუ ქართული? ორივე. და ინგლისურიც საოცრად. Really? ოლიმპიადაზე და ესე რა ქვია, ეს მაქვს სერტიფიკატიც მაქვს და შევედი 200 საუკეთესოში. 10 ბავშვიდან. რა მაგარი ბავშვები ყავს? 10 ბავშვიდან 200 საუკეთესოში შეხვედი. აი 200 ბავშვი იყო თვითონ მთლიანად. აი 12 კლასიდან. და მე შევედი 10 საუკეთესოში. 10 საუკეთესოში ხოთორე ვერ მივხვდი დავიდე. 200. კაი. ანუ 10 საუკეთესოში 200 შევედი. და ჩვენ რომ ვიცით ახლა ჯერი შეიჟალა. ხო, აი როგორი ბავშვები ყავს. 200-ში შევიდა და სოლო კონცერტებით არის უკვე წარმოდგენილი. პირველ რიგში ეს ინგლისური წიგნი მაჩუქა დეიდაჩემმა ახალ წელს პიტერ პენით. მაგას მე ესებიც აქვს. ნახე, წაკითხულია კიკაკოს, ხედავ? სკოლაში ჩვენ ცალკე გაკვეთილი გვაქვს ინგლისურის და მაგ წიგნებს ვკითხულობ. აუ, რა მაგარია. თან ინგლისურად ეცნობი. აი, შემდეგი? შემდეგი წიგნი ესა საოცრება სერიიდან. ხო. აი საოცრება. ბიჭი ბოლო მერხზე. ყველაზე ტკბილი წიგნია. დავასპოილერო? ცოტა დაასპოილერე ხა და ფინალს მოიტყვი. გოგოზეა მოკლედ, რომელიც ცდილობს რომ დაეხმაროს მის ახალ კლასელს, რომ ანუ დაიკარგა დედმამა და დაც. აი მაგ გავჭერე. ომი იყო მოკლედ და გადმოცხოვრდნენ და ეს წაიკითხე შენ? კაი, შემდეგი წიგნია მოვანაც. გულიამი ჩუყდა ძალიან და იკაკოსაც კი მოუნდა წაკითხვა, მე მგონი. გიყვარს ხო კითხვა თუ არა? ისე რა. ესა მე კოსმო ძაღლზე არის. 14 წლის ძაღლზე, რომელიც უვლის თავის 13 წლის პატრონს. უწოყვარლესია, ვიტირე ბოლოში. კინაღა მოკვდა. ხო. კინაღა მოკვდა, რადგან მანქანა დაეჯახა კინაღა მაგაზე. ნუ მოყევი თელი წიგნი. არ ბოლომდე არ დაგოსპოილერო მართლა. მერე თევზიხეზე ეს მოქცეს ქართულში, აი ეს 3 წელი. ხო, ჩვენც წავიკითხეთ ქართულში. უსაყვარლესი. აი ისე მომეწონა. შლიანდებისებით ხო? რო ვერ და ანუ პრეზენტაციებს წერთ მე აი ხო, ამ წიგნებს კითხულობ და პრეზენტაციებს ასწავლე. აი ხა იკაკო კითხულობდიოდა რას ამბობდი იკაკო? რა ქვია, ერთი გოგო იყო, ვერ კითხულობდა, ხო? დისლექცია ქონდა. დისლექსია ხო? ხო და მაგაზე უბრაზდებოდნენ, რომ რატო ვერ კითხულობდა რაღაცა და დღეს მოვიდა ერთი მასწავლებელი, როგორ ეხმარებოდა. და მე ის სწავლა კითხვა ვიღაცა ბოროტი გოგოები იყვნენ, საზიზღრები, აჯესიკა, ხო, Mean Girls-იდან. Queen of the Mean აგერზი ვარ. ყველაფერი ხარ მინის გარდა. ყველაფერი. მაგრამ სხვათა შორის ეხა დისლექსია ეს არ არის ბავშვების ბრალი, ძალიან ბევრი რამე არ ვიცით და ნელ-ნელა ვიგებ. იყო დრო რომ არ ვიცოდით რომ დისლექსია არსებობდა, ამიტომ ყველა ვეჩხუბებოდით ხოლმე ხშირად ბავშვებს. ხო და პირველ რიგში გვითხრა რომ თვითონ აინშტაინს ქონდა დისლექსია და გააგდეს მაგიტომაც სკოლიდან. რატო გიყვირი? არ გიყვარით უბრალოდ. საყვარელი ხარ ძალიან ხუმრობ. შე ხო იცი ჩემი ხუმრობები, ხო გევასება ჩემი ხუმრობები. მერე? ესაა საოცრება. ეს არის საოცრება. შემდეგი? მერე ესაა მაწანწალა რასმუსი. არა იღებს, მაწანწალა ასტრიდ ლინდგრენი. ძალიან კარგი. მიყვარს ჩემი პირველი წიგნი, საოცრება. უსაყვარლესია. ვაფრენ. შეჯამა. ლოხებზე ჩასასმელი გაგლისა. კაი, მოდი შევიდეთ. აი მე. კაი, მოდი შევინახოთ. და ცოტა გაუგნებული სახე. ანუ მომის მიეწამი, ეხლა ან გახვალ აქედან. ან დედაშენს დააურეკავ, გასაგებია? ფაინე. გადი მეთქი ახლა აქედან დროზე. ან სასამართლოში გიჯივლებ. ნუ მიყურებ ეგეთი თვალებით, გადი. გითხარი, აჯერ ხალხში ნუ მიყვირი მეთქი. გადი ახლა აქედან. ეხლა დაურეკავ პატრულს, თინა. პატრულს დაურეკავ. გოგო, რას მიყვირი? შენ ნორმალური ხარ? არ მინდა ახლა შენ. არ მინდა შენთან კონფლიქტი, არ მინდა შენთან კონფლიქტი, გესმის? გადი ახლა გირჩევ. და არ მინდა თქო შენთან კონფლიქტი, უბრალოდ დამტოვე, გადაღება მაქვს. ანუ იგნორში ვყავარ რა, თინა. თინა, გადი ახლა აქედან. ჩენ რომ არ გისმის თან ვიყავ. კაი, გაგზელე ელისკო. დედაშენს დაურეკავ. დედაშენს დაურეკავ, პირობას გაძლევ. 100%-იან პირობას გაძლევ, რომ დედაშენს დაურეკავ. გიჟი ხო არ არის? არა, როგორ არა, განახებ მე შენ სეირს. აი, გავაგრძელე. მე მოკლედ ასტრიდ ლინდგრენი. ისე, ხო. მაწანწალა რასმუსი, უსაყვარლესია. ბიჭი გაიქცა ბავშვთა სახლიდან და მე იპოვა მშობლები, ძალიან ძნელი იყო ეს.
ხო. ურთულესი. მე ესენი არის ჩემი პირველი წიგნები, რომლებიც წავიკითხე. აბა, პეპი იქნება ერთი. კი, ბიჭუნა. ხო, გამოიცა. ბიჭუნა სახურავი, ხო, ბიჭუნა კარლსონი. კარლსონი, იგივე ბაფრენ, უსაყვარლესია. თან იმაში გამიმართლა, რომ ქართულში გვავალებენ მოკლედ წიგნები, რომ წავიხო, ეგ გითხარით. ბლა 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 ბლა. და უნდა წავიკითხოთ ეს ორი წიგნი, რომლებიც წაკითხულები მაქვს. პეპი გრძელი წიგნი და კლასიკური, ყველაზე საყვარლობა. კლასიკური, ყველაზე საყვარლობა. კლასიკა. ელისკო. რამდენი წლის ხარ, ელისკო? 10 წელს გავხდი, 12 წელს. მე 52-ის გამარჯობა. იკაკო, შენ რას გურჩევდი, რას მოусმინოთ? მუსიკა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. შენ ალბათ თანამედროვე მუსიკას ხო უსმენ რაღაც სხვა ჟანრს გარდა კლასიკისა. რას უსმენ? და ქართული ფოლკლორით და სუფრული სიმღერისა. კი, უფრო მე ბრუნო მარსელ გიждები ძალიან. შენი რა შეგირჩევია? კი, ძალიან მიყვარს. სიმღერი ხო მაგის სიმღერებსაც? კი. კიდე? აი რომ ვბანავ ხოლმე, სულ ესე დინამიკი მიმაქვს და სულ ვაკავშირებ და უსმენ. თუდად შეიძლება გავხდე მას. ლა, საყვე და მღერი ხოლმე ხმა მაღლა? კი. მე ხო იცი მცხენია სიმღერა, მგონია რომ ყველა, მაგრამ შენი სიმღერი რო არ უნდა შეგწყვეს. ვა, და სიამოვნებას ღებულობ მაგ დროს. კი. იცი რას ამბობენ, რომ ყველაზე დიდ სიამოვნებას მუსიკოსები განიცდიან, რა პროფესიების არის პლანეტაზე. აი, მათ შორის ყველაზე დიდ სიამოვნებას იღებენ მუსიკოსები. კი. არის ხო მაგარი სიამოვნება? ძალიან. გინდა რომ ცნობილი კომპოზიტორი გახდე? კი, ძალიან. კი. ჩემი ოცნებაა და მალე მივახდე. ეგ ისეთი ოცნება, აი მარტივად ეს აუცილებლად გახდება. თან არ იცი რა ყური აქვს? არა, საოცარი. ან როგორი შეგრძნება აქ, აი მართლა არა რეალური. ელისკო, შენ დიდი რო გაიზრდები, მინდა გამოხოდე. ორი ვარიანტი მაქვს. მიდი. პირველ რიგში როდესაც გავხდები დიპლომატი, მაგრამ მინდა რომ აა, ვიმოგზავნო და როდესაც გავხდები გავხდე დიპლომატი. ელჩი, რადგან ვიცნობ თვითონ ამერიკის ელჩი, რომელიც ახლა არის. იცნობს. იცნობს ამერიკის ელჩი. ბაფრენ ძალიან საყვარელია, შოჯისაც ვიცნობ მის სახლს. შონი, შოჯი. ძაღსაც იცნობს მეგობრებო ამერიკის ელჩის. და მეორე მსახიობობა მინდა. girl. და დაკვალიანდე რა მაინც არა? და მიყვარს მსახიობობა. გიყვარს მსახიობობა. ნუ შენ ვიცით რა გინდა რომ გამხვიდე ხო? კი. რა გეგმა გაქვს მართ აი უახლოესი? ფისფუსის, ხო. შენ ისე დატვირთული ცხოვრება გაქვს, კონცერტები, იქ სწავლა, აქ ის ძალიან ბევრ ამას აკეთებ. რა გეგმა გაქვს? ნუ ზაფხულში ალბათ დაისვენებ და სექტემბრიდან რას გეგმა? ვრითი უნდა შემოვარდე ახალ სასწავლო წელში. რა ნაწარმოებით? აი მაგ თვალში. მართლა? კი. Clear the ჩვენთან დაუკრა. რამდენჯერაც თვალის. დებიუსის უნდა თქო, იმდენჯერ ვიტყვი ხოლმე აგვისტოში. შევაჯამოთ ხო? არა, სანამ შევაჯამებ. საჩუქრები. საჩუქრები მაქვს, თოის ჯიმ გამოგიგზავნათ საჩუქრები. მე უკვე ნახავ უკან. კი, ნახავდი, შენ ამისთვის ხარ მოსული გენაც. ისე რომ იცოდეთ, ეხლა ჩვენ ფისფუსის დავართ ყველა რა. მოიცა რა წერია ამას? ბიჭი აწერია ხო? ეს იკაკოს. ეს იკაკოს. გახსენი. ეს ელისკუს. ეს ფისფუსი. გახსენებონა? ესე გაიგეთ უნდა. მადლობა თოისი. იკაკოს ძალიან მოეწონა. ეს ფისფუსის არის. აი ამის კოლექცია მაქვს. მართლა რა მაგარი გამოიცნო თოის ჯიმ ესე იგი. აუ რა მაგარია გამიხარდა. გოგო არის. Super girl. დიზაინერიც. დიზაინი გოგაუკეს რა აი ამასაც ვაგროვებ. ანუ რა მაგარია შეხედე. შენს გაკეთეთ სახში. გაიქეთებია ის. ძალიან. მოგეწონა? მე ეს მაჩუქეს. რა მოკლედ, მადლობა რომ ვიყავით რუსიკო და ნანიკოსთან სტუმრად. ძალიან ვიყვართ. თქვენ რომ დაგპატიჟეთ პირველი. ძალიან მაგრები ხართ რა, იდეალურები ხართ. მოიცადე იმასაც აქვს რა ქვია, თინასთვისაც მაქვს საჩუქარი, ახლა მოვიტან. it's Barbie. ნახე. Barbie makeup. შევრიგდით? 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 თუ მაინც აწოდეთ. არა, აქ დადექი მაშინ, ახლა მოგეთ ესეც გამომართვი. აქ დადექი, შეგიძლია აქ ნერვები რო არ მომიშალო ისე? ესეც გამომართვი. ჰა? შევრიგდით? ავიროა პროსტო გიზდო. არა, მე მეჩხუბება სულ. მე ხო. კიდევ მინიც. აი, თუ არ გინდა მომეცი. აი, არ გინდა ნუ გინდა. სხვა საჩუქრ. საერთოდ არ არის პრობლემა, მომეცი. თუ არ გინდა ნუ გინდა. არ გინდა? ანუ სულ მიყვირის, რას მაჩმორებ, ვერ გავიგე. აჰა. ისტერიჭკა. გიხ
ყვირეს რომ მომეცი. იმინა ავიქალია. ავიქალ ბატონი. შეულებრივად ავი და მომხვეჭელი. ყველაფერი გამოგართვა, ხო? ყველაფერს დედა შესვეტყვი საერთოდ. კი. ეს ეჭვიერო. საბანი ხო, მიდი შემოდი. სასად რა, რომელი ჩართულია რამე? ყველაფერი ჩართულია. ხო და ეხლა მე მგონი, ვაიმე. ეხლა მოდი საბანი გადავიფაროთ. საბანი გადავიფაროთ, იქაკო შენს და მერე დავბრუნდეთ. საბანი ან არ დავამთავროთ. ან არ დავბრუნდეთ. საბანი. მადლობა რომ გვიყურეთ. ნახვამდის. სულ კარგად მეყოლეთ. გამარჯობა ნინუცა. გამარჯობა სალო. ჰაშვები. მაგარი სკვადი ყავს უკან. მაგარი სკვადი ყავს. აი ჩვენი სკვადი. ჩვენი სკვადი შემოგვიერთდა. შემოგვიერთეს. ბავშვები ვნახეთ. ბავშვები ვნახეთ არ ბავშვები ვნახეთ ყველა. ბავშვები ვნახეთ. რა ტიპები არიან? სალამი. ტიპები არიან გავაფრენით. ნელა. აიმე. ძალიან მშობლის ის მაგვაიბი. ინსტინქტი. როგორ ახარ? მე ბოლოს შეიძლება გასტრობანა იყოს ბოლოს. თუ კიდე ეხლა იყოს. სამი ორი ერთი გაგასტარი. ეხა სამასტარი მინუტი. აბა ვინმოვა, ჩემთან პირველი ვინმოვა. ბიჭები უკან, მაბადიეთ. მშობლობა. ვიდრე გოგოებს უნდა დაუთმოთ. შენ რა უნდა გამოხვიდე რო გაიზრდები? გაუძებელი. რატო? რა მინდა გამოვიწი. მე რაღაცები უნდა გამოიზიო. რა მინდა? ცუდი ბიჭები უნდა დაიჭირო? და ცუდი გოგოები? მე რა გინდა რა გამოხო? არ და. რაღაცები გამოვიკულიო. გინდა რაღაცები გამოიყო. ანუ შემდეგი გამომკვლები. მცენარებს გამოვიკლე. რა მაგარია. ფლორისტი გინდა რა გამოხვიდე? არა. რა ბიოლოგი გინდა რა გამოხვიდე? შენ რა უნდა გამოხვიდე? ხატვარი. რატო გინდა ხატრო? რატო რა გამოხვიდე? კარგად ხატა. მართლა. და რომელი მიმართულებით მიდიხარ? დიზაინი, ინტერიერი, ავეჯი, ბუნება. მე მინდა ექიმი გამოვიდე. შენ უნდა გამოხვიდე ექიმი? რისი ექიმი გინდა რომ გამოხვიდე? თბილის. გეხვეწები მოვა ხოლმე რა შენთან რა სულ პრობლემა მაგვიდე? კარატისტი. შენ ექიმი და კარატისტი შენ ხარ? არა. მარტო კარატისტი უკვე გადაწყდა? არის კარატისტიო. ჰაია! შენ რა უნდა გამოხვიდე? ფეხბურთელი. რა პოზიციაზე დგახარ? მე 3 წელი დავდივარ. რა ნომერი ხარ? 10. წეროძე მაწერია, ჩემი სახელი და გვარია. კარგად დაიმახსოვრე ეს წეროძე დაიმახსოვრე. ერთი წამით 5 რაღაც უნდა თქვას. ფეხბურთელი, მოცურავე, ხატვა, დრამერი და ყველაზე მაგარი, ჩემი საყვარელი, მეზღვაურე. მეზღვაურე კი არა, გემის კაპიტანი. ვაუ! შენ და შენ ერთად გადაიქი. გიტარისტი, დრამერი. დიდი მადლობა. ანუ მუსიკალურ ნაწილში მიდიხარ. იცი რა მითხარი, რა მუსიკას usmen? Quiz. Is this the real life? Is this fantasy? შენ რა უნდა გამოხვიდე? ჯარისკაცი. რატო? რა ვიცი, ენერგია გაქვს ბევრი ძალიან. სკოლის დირექტორი და გამგე. სასწავლო ნაწილი. მე ვარ სასწავლო ნაწილი. რა დრამებია? ბუფეტში ჩავედი და ესე იგი, ეს იყო ვისი შეყვარებული იყავი? რომლის შეყვარებული იყავი? ესენი იყვნენ შეყვარებულები და ის აბრალებს ამას რომ აი არ ვიცი ზუსტად. გამგიშტები. ბავშვებო, ვიცით რა მეინტერესებს? მინი კუბები ხო ყველას გიყო? კი, სათამაშოები ხო ყველას გიყო? პირველი ჩავეხუტე. პირველი ჩამეხ. შენ იმიტომ ჩამეხუტე რომ პირველ შენ მოგცე საჩუქა. ვაჰ! ესე ვქნათ, შენ გოგოებს საჩუქე, მე ბიჭებს საჩუქებ. კაი, გოგოებო, ჩემთან მოდით. ბიჭები ჩემთან. ჟინუცა გავაკეთოთ ეხა. და შენ არ ჩამხარ. გოგოების ყუთები ავიღო და მოიპაროთ. ეხა მოდი ჩვენ ამოვიღებ მე ერთ. რაღაცას გვიჩალიჩებენ. შენ გინდა ტიფები? შენ გინდა ლურჯი? მე მინდა ფერი მინდა. მე სოდი მინდა. გამარჯობა. მე გამაბარე. ძირს არ დავყაროთ. სერას ვაჩვენოთ, აი. ეს როგორ გავხსნა? იცი როგორ შვება? იცი ხო? კი, ძალიან. ნახე იმას ტუჩის გარმონია. ისე მიხარია ეხა რა ჩემხარ ნახე რა მაგარი რამე შემხვდა. ძალიან მაგარი რამეა. ძალიან კაია. კოლექტიური ჩახვდება. ერთი კოლექტიური ჩახვდება.
მადლობა ბავშვებო. რა უნდა ქნა? რუსიკოდან ანიკოს გვერდი რა უნდა ქნა? გამოიწორდა დაალაიქო. ოკეი. მადლობა ბავშვებო. მადლობა ძალიან დიდი. მაგა. დაგაგრეილე. მე ვიცი მაგარიც ეყო და მიდი. Oh yeah. Yeah. Oh. მე ვიცი. Yeah. მე ვიცი. მიდი შევარდი. ეს როგორ იცი?